საქართველოს სატყეო რეფორმის, სატყეო პოლიტიკის ძირითადი გამოწვევების და განვითარების შესაძლებლობები განიხილეს ჟურნალისტებისათვის გამართულ სემინარზე. ბულაჩაურის მწვანე ცენტრში კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ინიციატივით პროექტის ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მედიის წარმომადგენლების ტრენინგს, საველე სასწავლო ტურებს და ასევე კონკურსის კომპონენტსაც მოიცავდა. სატყეო სექტორის აქტუალურ საკითხებზე მომზადებული ნამუშევრების გამარჯვებული ავტორები ოქტომბერში გამოვლინდებიან. ჩვენ გავაცამით ის მიმდინარე პროცესები, რომელიც ამ დარგში ხდება და ვფიქრობ, ეს არის გარანტია იმის, რომ ისინი ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას. მე ძალიან დამეხმარება ეს 4-დღიანი ტრენინგი, იმაში რომ შემდგომ ავიმაღლე კვალიფიკაცია, ასევე თვითონაც მივიღე ძალიან ბევრი ინფორმაცია და შევეცდები მომავალში რომ დავეხმარო საქართველოს ტყეებს იმისათვის, რომ ისინი არ განადგურდნენ.